ზამთრის დადგომასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი დამატებით ვიტამინების მიღებას საჭიროებს. თუ ბოსტნეული ხილი და მწვანილი თქვენ ყოველდღიურ რაციონად იქცევა, ვირუსებისგან დაცული აუცილებლად იქნებით. თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ მწვანილი უფრო მეტ მინერალსა და ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ხილი. მათი მიღება შესაძლებელია სალათებში ან წვენის სახით. ამასთან მწვანილი დიეტურიცაა. 100 გრამი მწვანილი დაახლოებით 30 კალორიას შეიცავს. შემოგთავაზებთ ყველაზე აქტიურად მოხმარებადი მწვანილების სასარგებლო თვისებებს. Kinzi წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, მანგანუმსა და სპილენძს შეიცავს. ვიტამინებს A, B1, B2, B5, B6, C, E და K-ს. Kinzi მედიცინაში თვალის დაავადებების, რევმატიული ტკივილების, მეხსიერების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. Kinzis მარცვლებიდან მოპოვებულზეც ანტიბაქტერიული თვისება გააჩნია. მის ნაყოფს კი საჭმლის მონელების ხელშემწყობ ტკივილ გამაყუჩებელ და ჭრილობების შესახორცებელ ნაკრებებში იყენებენ. Kinzis თესლი და ეთერზეთი არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში შედის. მასში დიდია თუთიის შემცველობა. Kinzi აძლიერებს კუჭნაწლავის სისტემის ჯირკვლების სეკრეციას, ანუ ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების გამომუშავებას. არის კარგი ანტისეპტიკი და ანტიდეპრესანტი. Kinz ქართულ სამზარეულოში უძველესი დროიდან იყენებენ. კერძებში გამოიყენება როგორც მისი თესლი, ასევე ნედლი ღეროები. ნედლი kinzi განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა. ის გავრცელებულია სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, აზიურ და ევროპულ სამზარეულოებშიც. ევროპაში Kinz ლიქიორისა და ლუდის დასამზადებლადაც იყენებენ. შემდეგი მწვანილი არის ოხრახუში. ის სავსეა ვიტამინებით A, B1, B2, PP, C. 100 გრამი ოხრახუში შეიცავს წყალს, ცილებს, ცხიმს, ნახშირწყლებს, სახამებელს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას. მცენარე მდიდარია მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით. ოხრახუშს ქართულ სამზარეულოში აქტიურად იყენებენ, თუმცა სამკურნალო თვისებების გამო ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენება. ოხრახუშის ნაყენს თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად იღებენ. ასევე ეხმარება სისხლის შედედებას, ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას აუმჯობესებს. ოხრახუშის ნაყენს ჰემოგლობინის ასამაღლებლადაც სვამენ. ნაყენს ისეთი ინფექციური დაავადებების დროსაც იღებენ, როგორიცაა წითელა და ჩუტყვავილა. ორგანიზმს ათავისუფლებს შლაკებისგან და არის შარდმდენი. ოხრახუშის ნახშირი კალორიებსაც წვავს და აადვილებს წონაში კრებას. მისი მიღება როგორც მწვანილის, ისე ნახარშის სახით, შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს წმენს. აღსანიშნავია, რომ ოხრახუში გაყინვის შედეგადაც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. კამა ვიტამინებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP და P ვიტამინებს. ასევე კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და რკინას. კამა სურნელოვანი ეთერზეთებით მდიდარი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, ანუ მცენარეული ბოჭკოებით, რომ ზოგჯერ ნაწლავების ჯაგრისსაც უწოდებენ. კამის ნაყენი წმენს და აწესრიგებს შარდის გამომყოფ და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ხსნის მუცლისღრუს გლუვი კუნთების სპაზმს. ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას. კამის ნახარში სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც. ამ მწვანილის რეგულარული მიღება ჩულბავშვიან ქალებში გრძის გამოყოფას აძლიერებს. კამის ნაყენს დიაბეტისა და სიმსუქნის საწინააღმდეგოდაც იყენებენ. ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას ამზადებდნენ. აზიელებთან ერთად კამას ეგვიპტელები და სამხრეთ ამერიკელებიც მოიხმარდნენ. შემდეგი მწვანე მცენარე პიტნაა. მისი ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი. პიტნის ნაყენი გონებრივ შესაძლებლობებს ამაღლებს, შველის უძილობას, ამშვიდებს ნერვებს. პიტნის ჩაი სასარგებლოა კუჭნაწლავის დაავადებებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მისი დალევა ნივთიერებათა ცვლისა და ცხიმების წვის პროცესს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. მცენარე მედიცინაშიც გამოიყენება. პიტნის ნახარშისა და ზეითუნის ზეთის შერევით დამწრობის დასაამებელ მალამოს ამზადებენ. მცენარის ფოთლისა და ღეროსგან პიტნის ზეთი მიიღება, რომელსაც პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში იყენებენ. პიტნა გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, მოლდოვასა და უკრაინაში. მწვანე ხახვი ის სავსეა მიკროელემენტებითა და ვიტამინებით C, F, B, B1, B2, B9 და PP. ასევე შეიცავს წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, სახამებელს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ნატრიუმს, ნიკელს, ფოსფორს, რკინას, იოდსა და თუთიას.
დაახლოებით 70 გრამი მწვანე ხახვი ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავაზე, ანუ C ვიტამინზე მთლიანად აკმაყოფილებს. ის ხელს უწყობს საკვების მონელებას. მისი წვენი მდიდარია ეთერზეთებითა და ნახშირწყლებით. აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი რეგულარული მიღება ორგანიზმში ვირუსული დაავადების ალბათობას ამცირებს. ასე რომ ნუ იტყვით უარს მწვანილზე, ის თქვენს ორგანიზმს გაჯანსაღებაში დაეხმარება და აუცილებელი ელემენტებით გამოყვებავს.